ბევრი კითხვა შემოდის, რომ როგორ წამოვედი ამერიკაში, რას შვები ამერიკაში, სად ვსწავლობ, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ და გადავწყვიტე, რომ ერთი პატარა ვიდეო ჩამეწერა, სადაც ამ ყველა კითხვას ვუპასუხებდი. პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ ამ პროგრამით წამოხვიდეთ, საჭირო არის, რომ აპლიკაცია შეავსოთ. აპლიკაციაში პრინციპში მთელი აპლიკაცია არის თქვენ შესახებ მონაცემები, სად გისწავლიათ, სად გიმუშავიათ, რა გამოცდილებები გაქვთ, მოხალისეობის, სტაჟირების, პროფესიული გამოცდილებები. რა გაქვთ და პლუს არის 4, თუ სწორად მახსოვს, 4 კითხვა, 4 ვრცელი კითხვა, რომელზეც მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ ასევე როგორ უნდა გასცეთ ამ 4 კითხვას ტექნიკურად პასუხი. თუ არა თქვენი мотиваცია ის, რომ ამერიკაში წამოხვიდეთ და აქ დარჩეთ და ჩაბარდეთ არამედ არის თუ არა თქვენი мотиваცია ის, რომ ამერიკაში წამოხვიდეთ, ისწავლოთ, განვითარდეთ, წინ წახვიდეთ პროფესიულად და შემდეგ უკვე დაბრუნდეთ თქვენს ქვეყანაში და დააბრუნოთ ეს ცოდნა და გამოცდილება თქვენს ქვეყანაში და მოახმაროთ თქვენს ქვეყანას ეს ყველაფერი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პასუხებში კარგად თქვენთ გააზრებული თქვენი მომავალი წლების გეგმები რა არის, რა საპირებს ზოგადად მომავალში რა გეგმები გაქვთ, გარდა იმისა, რომ ჰამფრით წამოსვლა გინდათ, რატომ უნდა შეგარჩიონ აუცილებლად თქვენ და სხვაზე უკეთესი რატომ ხართ, ეს ყველაფერი უნდა გქონდეთ მოკლედ კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ ეს პასუხები დაწეროთ. აპლიკაციის გაგზავნის დროს ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდატორებმა გაგზავნონ წერილები და რეკომენდაცია გაგიწიონ და ნუ რა თქმა უნდა სტანდარტულად როგორც ყველა მსგავსი ტიპის პროგრამას, აქ სჭირდებათ რომ თქვენი დიპლომი გაგზავნოთ, სამუშაო CV გაგზავნოთ და ასე შემდეგ, ანუ ეს დოკუმენტაცია. შემდეგი ეტაპი არის, რომ თუ შემდეგ ეტაპზე გადახვალთ, დაგიბარებენ ინტერვიუზე და ინტერვიუზეც დაახლოებით სტანდარტული კითხვები არის, რაც შეიძლება ამ პროგრამით დაინტერესებულ ადამიანებს კითხონ. მოკლედ საკმაოდ ვრცელი პროცესი არის, სიმართლე რომ ითქვას, აქ წამოსასვლელად მხოლოდ აპლიკაციის შევსება არ არის, აპლიკაცია არის, ინტერვიუ არის, ინგლისურის ტესტი არის, ყველაფრის მერე კიდევ ტრილიონი საბუთია, რომელსაც მოგთხოვენ და გაგაგზავნიებენ იმის დასამოწმებლად, რომ ნამდვილად გაქვთ თუ არა გამოცდილება და ასე შემდეგ. და ამ ყველაფრის შემდეგ უკვე სხვა კანდიდატებთან ერთად გადაგარჩევენ და შემდეგ უკვე თუ შეგარჩევენ, მოგწერენ და წამოგიყვანენ ამერიკაში 1 წლით სასწავლებლად. გააჩნიათ თქვენ რა მიმართულება გაინტერესებთ. მე ვარ ჟურნალისტიკის და კომუნიკაციების მიმართულებით წამოსული, თუმცა ბევრი სხვა მიმართულებაც არის და ეს ყველაფერი შეგიძლიათ პრინციპში საიტზეც ნახოთ, ან აქაც შემიძლია ჩამოწერო რა მიმართულებები არის.